მე შემიძლია ძალიან თამამად ვთქვა, რომ სოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოში ადამიანთა სრული უმრავლესობა ცხოვრობს ძალიან პატარა გაცნობიერებებით და ბევრად დიდია მათ ცხოვრებაში გაუცნობიერებელი ნაწილი. ჩემს ცხოვრებაშიც ვფიქრობ, რომ შევაფასო ჩემი საკუთარი, რომ დღემდე მართალია ბევრად მეტია რაც გავაცნობიერე და აღვიქვი, მაგრამ დღემდე დომინირებს გაუცნობიერებელი ნაწილი, იმას არ გულისხმობ, რაც ვერ გაცნობიერდება. ისეთი რაღაცეებისა, რაც გაცნობიერებადია. მე ამ გზაზე ვარ და ვცდილობ, რომ გავზარდო ჩემი აღქმის ცხადგრძნობის საზღვრები და ასე ვმუშაობ ჩემს საკუთარ თავზე და ერთი მარკერი ძალიან მარტივი, რითიც შემიძლია ახლა ეს ვამტკიცო. რა თქმა უნდა, ჰიპოთეზაა, ახლა ამ კვლევის ჩატარება ძალიან რთულია, მაგრამ ალბათ ბევრი ადამიანი ინტუიციითაც დამეთანხმება, რომ აშკარად ესეა. აშკარად ადამიანის ცხოვრებაში ბევრად მეტია ის, რაც არ ცნობიერდება. ვიდრე ის, რაც ცნობიერდება. და ერთი კარგი მარკერი, რითიც შემიძლია ახლა ეს გიმტკიცოთ, არის ის, რომ ადამიანთა უმრავლესობას არ ყავს შინაური ცხოველი, სრულ უმრავლესობას. კი, არიან ცხოველთა მოყვარული ადამიანები, ვისაც ერთზე მეტი ცხოველი ყავს და უვლის, თუმცა პლანეტის მასშტაბით ძალიან ბევრი არის მიუსაფარი ცხოველი, უსახლკარო ცხოველი, ქუჩაში დაყრილი ცხოველი, რაღაცა ხევში გადაყრილი ლეკვები და კნუტები, რაღაცა სრული სისასტიკე, ამ სისასტიკეს რო თავი გავანებოთ და რო წარმოვიდგინოთ ესე, რომ სამყარო კი არის სისასტიკის შემცველი და სასტიკი და დაუნდობელი ყველა ცოცხალი არსების მიმართ, ადრე თუ გვიან და ეს ხევში გადაყრილი ცხოველებიც უბრალოდ აქ სისასტიკე ის არის, რომ ისინი ადამიანმა გადაყარა. თორემ საერთო ჯამში ყველანი მოკვდავები ვართ, ოკეი, მესმის ეს ყველაფერი. ცხოველთა სამყარო სავსეა იმით, რომ ერთმანეთს ჭამენ და აზიანებენ და იქ არის კიდე რაღაც პარაზიტის სიცოცხლის ფორმები, რომლებიც სხვისი სიცოცხლით იკვებებიან და ასე შემდეგ, ხო? საკმაოდ ისეთი არ ვიცი, კაფკა, ჰიჩკოკი, ბევრი ესეთი ავტორი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აქ, თუ რა ხდება ბუნებაში და კიდევ ვერ აღწერს ეს ავტორები ერთად აღებულნიც კი, რამდენად სასტიკია ბუნება ხოლმე. მეორე მხრივ, ძალიან თავდაჯერებით შემიძლია თქვა, რომ ადამიანი არის გაუცნობიერებელი არსება, უფრო მეტად ვიდრე გაცნობიერებული და ადამიანი არის და ჩვენი სოციუმები დგას ბევრად მეტად იმაზე, რაც გაუცნობიერებელია ვიდრე ცნობიერებაზე და ამის საბუთად მომაქვს, რომ საქართველოში ავიღოთ, კონკრეტულად საქართველოში ძალიან ბევრია მიუსაფარი ცხოველი. და ეხლა ვიტყვი, რატო არის ეს პირდაპირ ნიშანი იმისა, რომ ადამიანები არიან გაუცნობიერებლები. და ეხლა ნახეთ, რას აკეთებენ ჩვენთან გადაწყვიტეს, რომ სტერილიზება გაუკეთონ ამ ცხოველებს, კასტრაცია გაუკეთონ, რომ აღარ გამრავლდნენ და ფიქრობენ, რომ ეს ნიშნავს პოზიტივს და წინსვლას. გარკვეულწილად ასეა. ქუჩაში ყრას და იქ ტანჯვით სიკვდილს ჯობს, რა თქმა უნდა, რომ არ გამრავლდნენ ეს ცხოველები. მაგრამ მე როგორც გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ერთ ძალიან ცხად რამეს გეტყვით. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არის ამდენი ფსიქიკური საკითხი, ეს გამოწვეულია პირველ რიგში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით, რა თქმა უნდა. ეს არის კონტექსტი, რაშიც ჩვენ ყოველდღიურად ვიღვიძებთ, შეიძლება ამაზე აქტიურად არ ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენი არაცნობიერი და ჩვენი ქვეცნობიერი, ანუ წინარეცნობიერი ფსიქიკა ამ ველში არსებობს დღეს, სადაც არის პოლიტიკური დაძაბულობა, რაღაცა უსამართლო საშინელი ომები, ჩვენს მეზობლის მიერ ნაწარმოები, იქ არის ეკონომიკური კრიზისი, რომ დილას რო ვიღვიძებ, საფიქრალი მაქვს, რომ აბა საღამომდე რა გავაკეთო, ვაიმე გაზია გადასახდელი, ვაიმე დენია გადასახდელი, რაღაცეები, ხო? ეხლა თან ზამთარია. ანუ უკიდურესი გაჭირვება და ეს გაჭირვება და პოლიტიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენ ფსიქიკას მუდმივად ახსოვს, როგორც ველი და ფონი, რაშიც ვარსებობთ და ეს უკვე, რა თქმა უნდა, ნევროზების და სხვა ფსიქიკური საკითხების კარგი ნიადაგია, სხვა ყველაფერი რო სუვარდისფრად იყოს. და მეორე მხრივ, ქართველ ადამიანს არ აქვს ამ წუთში აქტიურობა და კრეატიულობა, რომ ამ გარემოში და მოცემულობაში, რაშიც ვთქვათ, ბევრი არ მიგვიწვის, ბევრი ის არ აგვაქვს რა, ხელსაწყო რომ ვუპასუხოთ. როგორ უპასუხოთ ისე, რომ დღესვე ეს ამბავი შეიცვალოს, ხო? კი, პროცესები მიდის, რა თქმა უნდა, ცვლილებისკენ, არიან ადამიანები, ვინც ამას ზრუნავენ და სტატიკა არ არსებობს საბედნიეროდ ბუნებაში, თუმცა
ნუ ეს გზა ვთქვათ ისეთი მკაფიო არ არის რომ სწრაფად ნახტომით ესე გამოვიდეთ ოკეი ნუ ეს არ ნიშნავს ფარხმალი დავყაროთ მაგრამ ასეა მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანები დაუცველად ესე შეეგებებიან ხოლმე ამ სიტუაციას და არიან დაუცველები და მოწყვლადები პიროვნულად ანუ მე ხლა იმ მოწყვლადობაზე მაქვს საუბარი და იმ პიროვნულ დაცვაზე, რომელმაც გარკვეული ტიპის ადამიანებს ოსვენციმშიც კი სიცოცხლის უნარიანობა დაუტოვა. იყვნენ ოსვენციმში ხალხი, ვინც სიცოცხლეს შეიგრძნობდნენ, ქორწინდებოდნენ, უყვარდებოდათ, ჰქონდათ ფლირტი, არ ვიცი მგონი შვილებსაც კი აჩენენ. რაღაცა სასწაულია, ხო? ამის გაკეთება ისინი ცხადად შეიგრძნობდნენ სიცოცხლეს ოსვენციმში. როგორ აკეთებდნენ ახლა ამას? კრეატიულობით და აქტიურობით, რომ აქ და ამჟამად კარგი საზღვარი ყოფილიყო გავლებული იმაზე, რა არის, რაც მე შემიძლია და რა შემიძლია მე გაუკეთო ჩემ თავს და რა არის, რაც არ შემიძლია და არის ტრაგიკულად მიჯაჭვული გარესამყაროს. და ეს ყოველთვის ასეა. ოსვენციმში ძალიან უკიდურესი ფორმებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაშიც და ყველა მთელ მსოფლიოში ადამიანთა ინდივიდების ტანჯვა აი ესე შეიძლება რომ შემსუბუქდეს მკაფიო საზღვრით. რა არის ჩემ ხელში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იმის გამო რომ ეს საზღვარი არ არის მკაფიო, ადამიანები ვკარგავთ იმასაც, რაც არის ჩვენ ხელში. აი ეს არის აქ მართლა ტრაგიკული. არის რაღაცები, რაც ჩვენ ხელში არ არის, ოკეი, ამ საზღვარს მიღმა. თუმცა ამ ყველაფრის გაუცნობიერებლობა გვაკარგვინებს იმასაც, რაც ჩვენ ხელშია. იმიტომ რომ ის იმ ხელაა, რაც ჩვენ ხელში არ არის და რაც ჩვენ ხელში ამაზეც რო არ გვიფიქრია და კონცენტრირებული ვართ დედა რა საშინელება ტრიალებს გარეთ, ეს გვაკარგვინებს იმ ხელსაწყოებსაც, რომელიც ყოველთვის აქვს ადამიანს რაღაც დოზით, რაც არის ჩვენს შიგნით და შეგვიძლია. და ერთ-ერთი ესეთი რაც შეგვიძლია და აი ეს როგორ გითხრათ, ეს რამხელა მასობრივ ცვლილებას გამოიწვევდა, იცით, რა ის სიზმარშიც რო ვერ გვინახია. რომ იყოს ახლა პირიქით, რომ აი 10%-ს ყავს ცხოველი და 90%-ს არ ყავს, კი არა. რომ წარმოიდგინოთ, რომ 90% ადამიანს ყავს სახში ცხოველი და 10%-ს არ ყავს, საქართველოს ან სოფლიოს მასშტაბით, ხო? იმ ხელა ცვლილება წავიდოდა ჩვენ სამყაროში და ჩვენ სოციუმში, აი სიზმარშიც ვერ ვნახავთ მაგას და რატომ? ეს არ არის, ახლა მე არ მინდა რომ აქ მოვიდე იქიდან მოვუარო, აი რომ მე პირადად მიყვარს ცხოველები და ნუ სიყვარული იძულებით არ ხდება, მე მიყვარს. მე ახლა გაგესაუბრებით მეცნიერება რას ამბობს ამ ყველაფერზე, სამედიცინო სფერო რას ამბობს ამ ყველაფერზე და რითია ეს ცხოველთან ურთიერთობა ადამიანისთვის ობიექტურად, მეცნიერული გადამოწმებით ძალიან სასარგებლო, როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და რამხელა რესურსი იფლანგება ქუჩაში, ტანჯვით და უბედურებით, ესე იგი იღუპებიან ეს ცხოველები, მაშინ როდესაც მათ შეეძლოთ მიეღოთ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ფუნქცია, რაც სამყაროს შეცვლიდა უკეთესობისკენ. საქართველოს კი არა, მთელ დედამიწას გაანათებდა და ეხლა მეც პირდაპირ მეცნიერებაზე გადავალ. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ცხოველები თვითონ არიან ძალიან, ესე ვთქვათ, კარგად მოჭიდებულები რეალობას. და ჩვენ, მე 1000-ჯერ ამიხსნია ეს, რომ ერთმანეთს ვირეკლავთ. ადამიანებს გვაქვს უნარი, რომ გარესამყარო კარგად ავირეკლოთ. და როდესაც ჩვენს ფსიქიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არსებობს არსება, ცოცხალი, რომელიც მოჭიდებულია რეალობას იდეალურად, გადასარევად მოჭიდებულია და ვერ მოაცლი რეალობას, იმდენად კარგად არის ჩაჭიდებული ამ პოლუსშია, ხო? ჩვენ ვირეკლავთ მას და ჩვენი რეალობის აღქმა ვინც მათ ჭამენ, რადგან ინდოქტრინიზაცია ავთენტურად კი მხოლოდ სიყვარულია. მართალია, ბავშვობაში ჩვენ ყველას გვაქვს ცხოველებთან არაჩვეულებრივი კავშირი. და ეს რეალობაზე მოჭიდებული არსება, როდესაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში და ვირეკლავთ მას, ეს ჩვენს გვიადვილდება და ეხლა სამეცნიერო ფაქტებს მოგიყვანთ. მეცნიერთა ჯგუფებმა ძალიან დიდი ხანია შენიშნეს, რომ კონკრეტულად ცხენთან ურთიერთობა კურნავს და აჩქარებს განკურნების პროცესებს ისეთი მძიმე ფსიქიკური აშლილობებისა, როგორიც არის მაგალითად შიზოფრენიული აშლილობები. თქვენ თუ წარმოიდგინეთ, რომ ცხენთან ურთიერთობას შეუძლია განკურნოს ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსარჩენი სირთულე. ეს არის რაც შეუძლია. პოტენციალი ნახეთ რამხელაა და ამიტომაც ევროპაში ძალიან ხშირად ფსიქიატრიული კლინიკები
რომელიც დღეს უკვე არის ბევრად მეტად, ესე იგი, მეცნიერულად გამართული და ჰუმანიზმით მოწყობილი, ვიდრე ადრე იყო. ადრე ფსიქიატრიულ კლინიკებში შეიძლება დანიშნულება ჰქონდათ ადამიანის დახმარების, მაგრამ ცუდად იცოდნენ, როგორ ექნათ ეს. და რაღაც ძალიან ინტრუზიული, შემღწევი მეთოდებით ცდილობდნენ, რომ ადამიანი რეალობაში დაებრუნებინათ და ეს წამგებიანი სტრატეგია იყო. და დღეს ძალიან მაღალი დონის ფსიქიატრიულ კლინიკებში აუცილებლად არის საჯინიბოები და ცხენები. რომ გამოირკვა, რომ ცხენს განსაკუთრებით, თუმცა ყველა ცხოველს აბსოლუტურად აქვს უდიდესი დადებითი ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე. უდიდესი. ცხენთან ურთიერთობა პირდაპირ რეალობაში აბრუნებს ადამიანს და აღსანიშნავია. რომ ჩვენ ვიცით, რომ უდიდესი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ницშე გაგიჟდა, როდესაც მან დაინახა, რომ სცემდნენ ცხენს. მან ვეღარ გაუძლო, ნახე, აი ეს არ არის პატარა ინფორმაცია. მისმა ფსიქიკამ 1000 რამეს გაუძლო, ხო? ნუ თან როდესაც ამხელა აზროვნების უნარია, კიდე უფრო დიდი არის აღქმა. რა საშინელება ტრიალებს ირგვლივ და უამრავ რამეს გაუძლო. არ ვართ მაგის ღირსი ადამიანები, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ. მართალია. ღირსება ეს ისეთი თემაა რა, რითი იმსახურებ, არ ვიცი, მე ფაქტია, რომ აკეთებენ და შეუძლიათ ეს. და ვეღარ გაუძლო, როდესაც მან აირეკლა და შეიგრძნო და მთელი არსებით დაინახა ამ ცხენის ტანჯვა. ვეღარ გაუძლო. და მერე უკვე ინსტიტუციაში მოათავსეს, იმდენად გაუსაძლისი გახდა და ფსიქოტური და აი ამ სპექტრში გადავიდა მისი ფსიქიკა, ხო? ფრიდრიხ ницშე, რომელიც არის, ნუ არ ვიცი, ხო, 21 საუკუნის და მომავალი კიდე ბევრი საუკუნის ინსპირატორი ჩვენი აზროვნების. ხო, ეს როდესაც ტანჯვა იხილა მან და ეხლა ზუსტად ასეთივე ვითარება არის, რომ ჩვენ გგონია, რომ ეხლა ქუჩაში რომ ჩვენ ბავშვებს ვასეირნებთ, იქ ბაღში რომ მიყვავს, სკოლაში რომ მიყვავს და ისინი რომ გადაყრილ ჭიად ასეულ ცხოველებს ხედავენ, გგონია, რომ ეს არაფერი არ არის, ხო, მის ცხოვრებაში არ არის, მაგრამ რეალურად ბავშვები არაჩვეულებრივად ხედავენ რა ტრიალებს და ისინი ამით იტანჯებიან. ეს პირველი საფეხური, ანუ ბავშვობაში ესე პასიური ტრავმა არის ეს. ბავშვები ცხოვრობენ სამყაროში, სადაც ხედავენ, რომ აი ცოცხალი არსება ქუჩაში გდია და 500 კაცი, 1000 კაცი, მილიონობით ადამიანი ესე გაივლის, გამოივლის, ეს გდია. და ბავშვები ძალიან ხშირად არაცნობიერად იდენტიფიცირებენ ცხოველებთან. და საფრთხეს აღიქვამენ, რომ ღმერთო, ანუ ეს საწყალი, მიტოვებული, მშიერი, შემცინებული არსება ქუჩაში რო გდია და ეს ხალხი რო დადის, ანუ ეს შეიძლება, ანუ ეს ხალხი საშიშია. ძალიან ლოგიკური დასკვნაა. ძალიან ავთენტური და ლოგიკური დასკვნაა. ბავშვი ასე უყურებს, ვა, ზამთარში მინუსში ახლა ამ კაცმა აიღო და კატა ქუჩაში გააგდო? ან კაცმა აიღო და კედელზე შემოანარცხა კატა? სამწუხაროდ აკეთებენ ესეთ რაღაცებს ადამიანები, ხო? განერვიულებულზე თუ არ ვიცი. არც ვიცი რითი შევხედო, მაგრამ თან მესმის, რომ აი როგორ უნდა გამოხვიდე წყობიდან, რომ ეს გააკეთო. ან რამდენად უნდა ნერვიულობდე ოცლარზე, ან გადარჩენაზე, ან არ ვიცი რაზე, რომ ქუჩაში მიდიხარ, ეს კნუტი კნავის, ასევია ჭიები და შენ ჩაიარე წახვედი და ამას ვაკეთებ, მეც გამიკეთებია. მე აქ განსასჯელად არ ვზივარ, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე რეალობა. და მეორე მხრივ ის, რომ ჩვენ დაგვენერგა მაგალითად სოციალურად, რომ ჩვენ სკოლებში, ეზოებში ყოფილიყო ცუგების და უპატრონო კატების და ასე შემდეგ თავშესაფრები, ეს იქნებოდა უმარტივესი დასაორგანიზებელი, აი ძალიან მარტივი, 2-3 ხის სახლი არის საჭირო თითოეული სკოლის და ბაღის ეზოში. ამით ეხლა რას იგრძნობდნენ ჩვენი შვილები, აი ამ გარემოში, სადაც პოლიტიკა და ეკონომიკა ვახსენე, რომ ეს არის სრული კრიზისი, ხო და რას იგრძნობდნენ ეხლა ჩვენი შვილები, ნახე? ემოცია მაქვს. რას იგრძნობდნენ ისინი, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება და ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც კი გვაღელვებს ეს ქუჩაში გადაყრილი ცხოველები და კასტრაციისთვის კი არ დავსდებთ და დასახოცათ ან რაღაცა თავშესაფრებში გამოსამწყდევად, ან თვალს კი არ ვარიდებთ, რომ ეს ვითომ აქ არ არის და ასე შემდეგ, ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ისინი დავაინტეგრირეთ, ნახე, შემოვიყვანეთ და მივეცით სახლი. უადვილესია, თბილისში სკოლა არ არის, სადაც ეზო არ არის. და სკოლა არ არის, სადაც არ აყავს სკოლას 2-3 დარაჯი, ვისაც ძალიან იოლად შეუძლია თან თბილისის მერიის პირობებში, რომელიც უსასყიდლოდ ფაქტია, რომ ასტერილებს და ცრის ცხოველებს, ანუ ეს ფაქტი უკვე მოცემულია, რომ აცრილები და გასტერილებულები არიან. ესენი რომ სკოლის ეზოში იყვნენ, ახლა პირველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი იქნებოდა, რომ ბავშვები იგრძნობენ, რომ ჩვენ ვართ შემწყნარებელი და ჰუმანური სოციუმი და თავს იგრძნობდნენ მასობრივად მშვიდად.
გაუცნობიერებლად. ეხლა ბავშვს რო ეს კითხო ის კი არ გეტყვის, რომ მე ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჯერ არ ცნობიერდება ეს. იმას აქში ეს არ ცნობიერდება. მუნჯის ენა დედამიცისო, ეს ძალიან დიდი რამეა. დედას აქვს ფუნქცია, რომ ამოიცნოს ის, რაც ვერ ითქვა. იმიტომ რომ ვერ ითქმება იქ. შუბლის წილი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ნეტა შეეძლოს ბავშვს რო თქვას, მაგრამ არ შეუძლია, ხო ის ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია. ძალიან ბევრის გაცნობიერება შეუძლია დიდ ადამიანებზე მეტის, იმიტომ რომ კარგად არის მოჭიდებული თავის თავს, მაგრამ ესე ჩამოყალიბებულად ეხლა მარო ეს აღიქვას, ეს ძალიან რთულია და გადმოსცეს. თუ მოусმენ შეიძლება გაიგონო. შეიძლება მიხვდე, რომ ბავშვისთვის ტრავმულია, რომ შენ მისი ცხოველი აიღე და კედელზე შემოანარცხე და იმან იქ თავის თავი წარმოიდგინა. ეს გარდაუვალია, რომ არ წარმოიდგინოს, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ მეც სუსტი ვარ, ცხოველიც სუსტია. მეც არ მაქვს თავის დაცვის ფიზიკური საშუალება, არც იმას არ აქვს. მეც არ მეთქმის ბევრი, არც ცხოველს არ ეთქმის ბევრი. ნახეთ, ბავშვებს სხვანაირი კავშირი აქვთ ცხოველებთან და რომ დაინახა ეხლა რომ ეს დიდი ადამიანი, რომელსაც აქვს ფიზიკური ძალა, ადგა და შემოახეთქა კედელზე ეს კატა წარმოიდგინა თავის თავი და დაუცველობაა საშინელი. და იგივეა ქუჩაში ყრია ეს ცხოველები. ჩვენ გავიარეთ, გამოვიარეთ, ხო და რა არის ეს უპატრონო ძაღლები, ფუფ, დასახოცები არიან, ესეთი რაღაცებიც კი მსმენია. და ეს ბავშვმა მოისმინა და ვაიმე, ხო? ძალიან მეშინია და ვიტრაუმები აქვს. მოვისმინე, რომ ვაიმე დედა, ანუ ამ სამყაროში არ არსებობს, ასე ვთქვათ, ველი, სადაც დაუცველი, მოწყვლადი და კეთილი არსებები, რომლებიც მე ბავშვი რო ვარ, ძალიან კარგად ვიცი, ვინც არიან, გადასარევად ვიცი. ისინი ჩემთან ძალიან ახლოს არიან ემოციურად და ფსიქოლოგიურად და ვეთამაშები და კუცაკ იცინებენ და უხარიათ ცხოვრება. არაფერი არ უნდა ცხოველს გარდა იმისა, რომ ადამიანთან იყოს. აი, ერთად რო არის, ბედნიერია, всё. ეს ძალიან ბავშვური მდგომარეობა. ბავშვსაც არაფერი არ უნდა, მშობელთან ერთად ვარ, კარგად ვარ, всё. არ მჭირდება იახტა და რაღაცა ეიფელის კოშკზე ასვლა ჩასვლა. ესენი დასრული ხალხის ოცნებებია. და ბავშვისთვის საკმარისია მშობელი. და ასეთივე განწყობით არის ცხოველი და ამ დროს რას აკეთებს ეს ადამიანები ჩაივლიან, ჩამოივლიან, ну რაღაცა გადაუგდეს, არ ვიცი. ზოგჯერ არიციან ხოლმე ქათმის ძვალი გადაუგდეს და კვდება ახლა ეს ცხოველი ამისგან, ვაისიკეთისგან, ეს მეორე ამბავი. კარგი, ну მოკეთ ინიციატივა და იდეა გასაგებია, ხო, რომ ცხოველები რო ყოფილიყვნენ შეფარებულები და რო იყვნენ ჩვენი სკოლების და ბაღების ეზოებში, ხა ბენეფიტებს ჩამოვთვლი. პირველი ეს ფსიქიკური საკითხი ვთქვი. ახლა მეორე ამერიკაში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა ადამიანებმა გავარკვიეთ რა არის კარგად უკვე ჰიგიენა და დავიწყეთ ჰიგიენის დაცვა, ბავშვებში ძალიან მკვეთრად მოიმატა ასთმამ, მოიმატა ალერგიებმა და მოიმატა იმუნიტეტის დაქვეითებამ. ძალიან მკვეთრად, ანუ ესე დაიძახა უცებ და აი პირობითად 40%-ით აიწია. მე ზუსტად ხა არ მახსოვს პროცენტი, მაგრამ ეს არ არის 5, ეს არ არის 10%. არის მაღალი, აი თვალსაჩინო პროცენტია. და ამავე კვლევამ მე იკლია სოფელში გაზრდილი ბავშვები და ნახა, რომ იქ არაფერი შეცვლილა. და ეხლა გაჩნდა კითხვა, რა ხდება, რომ ქალაქში ბავშვები იტანჯებიან 40%-ით მეტად, ანუ თითქმის ორჯერ მეტად. ასთმით, იმუნიტეტის დაქვეითებით და ალერგიებით. რა ხდება? და პასუხი იყო მარტივი. გარემო გახდა სტერილური. ბათუ, აუცილებლად გიპასუხებ ამაზე. დავასრულო ეს, რასაც ვამბობ და კი, კარგი კითხვა არის ეგ. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, მადლობა ამ კომენტარისთვის. ხო, და ესე იგი, კითხვა გაჩნდა მეცნიერულ საზოგადოებაში, რომ რა მოხდა კაცო, ანუ ჰიგიენა პირიქით დავიცავით და რა გამოირკვა, რომ ის ცხოველებთან კონტაქტი, რაც მე-20 საუკუნემდე ადამიანს ჰქონდა, ადამიანს იცავდა ძალიან ბევრი რამისგან. ცხოველების სხეულზე სტერილური გარემო არ არის და ამიტომაც რანაირადაც არ უნდა ბანო და რეცხო ეს ცხოველი და ეს თან არ არის რეკომენდებული ცხოველის მოვლის დროს, ის ატარებს მიკრობებს. ამ მიკრობებთან შეხება ბავშვისთვის, განსაკუთრებით ბავშვებზე მაქვს აქცენტი. დასრულებზეც ვიტყვი მერე.
ბავშვისთვის ნიშნავს, რომ მისი იმუნიტეტი სწავლობს რა გარემოშია და შესაბამისად ვითარდება და ყალიბდება. ანუ იმუნიტეტი ცხოველთან ურთიერთობის დროს ბავშვს უყალიბდება ჯანსაღად. მაგრამ თუ ცხოველს არ ეურთიერთება, ეხა იმ შემთხვევის გარდა თუ სახლში მოაწყობთ, არ ვიცი, ბინაში მოაწყობთ საღორეს, რომ ყრია რაღაცები, აი მიწასავით რო არა, აი როგორც მიწაზე და ბაღში არის მიკრობიომი, ასეთივე მიკრობიომიან გარემოს თუ ააშენებთ ბინებში, არ ვიცი. მე არ გირჩევთ ამის გაკეთებას. მაგრამ სხვა შემთხვევაში ბინაში ცხოვრების დროს და სახლში ცხოვრების დროს, როდესაც იქ არის ცხოველი, ამ დაბინძურების და მართლა რაღაც ქუჩისა და ეზოს გარემოს მოწყობის მაგივრად, ეს ერთი ცხოველის ყოლა და მისი მიხედვა უზრუნველყოფს, რომ იმუნიტეტი დაცული აქვს ბავშვს, ალერგიული მისი რეაქციები არის მინიმუმზე დაყვანილი და მას აქვს ესე იგი ბევრად ნაკლები 40%-ით ნაკლები ალბათობა რომ განავითაროს ასთმა. და ეხლა ასთმაზე გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ ფსიქოსომატური ერთ-ერთი გავრცელებული კონდიცია არის ასთმა. ფსიქოსომატურად ნიშნავს, რომ არაცნობიერ ფსიქიკაში არის სითბოს ნაკლებობა გარემოდან და ეს ნაკლებობა რაც უფრო დიდია, უფრო მეტია ასთმური შეტევა. შეგახსენებთ, რომ ფსიქოსომატიკა არ არის 100%-იანი მეცნიერება. თუმცა მინიმუმ 60%-იანი არის, ანუ ალბათობა რომ ბავშვს თუ ასთმა აქვს, მას სითბო აკლია, მაღალია. თუმცა 100%-იანი არ არის. და რა ხდება ახლა? როდესაც ბავშვს ყავს ცხოველს აქვს უნარი, რომ ყოველგვარი თავდაცვის მექანიზმების გარეშე იყოს გამუდმებით კონტაქტში. თავდაცვის მექანიზმები და საკუთარ თავთან ჭიდილი, საკუთარ თავთან კონფლიქტი და ამის გამო დიდი ენერგიის ხარჯვა, ან სულაც ის ფაქტი, რომ 20 ლარი არ მაქვს და დილიდან უნდა ვიშრომო და ეს ჩემი საკუთარი რეალობაც არის ხოლმე, მე სხვებზე არ ვსაუბრობ აქ. დილიდან უნდა ვიშრომო, რომ საღამოს ეს 20 ლარი ვიშოვო პირობითად, გინდათ 100 იყოს, გინდათ 200. ფაქტია, რომ ყოველდღიურად დგას ხოლმე ეს საკითხი, ხო, საქართველოში. ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ მე უნარები, რომ ჩემს შვილებს გადავცე ის ენერგია და სითბო, რაც მათ სჭირდებათ, მიქვეითდება. და ეს არის მასობრივი მოვლენა, მარტო საქართველოში არა, მთელ მსოფლიოში. დაქვეითებული მაქვს უნარი, მე ჩემი შეიძლება საკუთარი ფსიქიკური საკითხები მაქვს, რომელსაც ბავშვის გაჩენა კიდევ უფრო ააქტიურებს, ეს ვიცით. იმიტომ რომ ბავშვი არის სიახლე, არის სტრესი, დიდი პასუხისგებლობა, ძალიან დიდი, როგორ გითხრა, ენერგიის გამტანი, ასე ვთქვათ, დასაწყისში, ხო? იმიტომ რომ აბსოლუტურად უსუსურია და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, თუ კი რაღაცა ესეთი მიძინებული ფსიქიკური საკითხი იყო ჩემში, რომელსაც ასე თუ ისე უნკლავდებოდი, დიდი ალბათობით შვილის გაჩენის მერე მე ის მიაქტიურდება და უფრო მიმძიმდება. ამიტომაც ბავშვის ყოლის დროს ფაქტიურად გამორიცხულია, რომ ადამიანმა შეძლოს მას მიაქციოს ის ადეკვატური ყურადღება და სითბო, რაც მას სჭირდება. თითქმის გამორიცხულია, არის რა თქმა უნდა ესეთი რასისულელია და ბავშვსაც ძალიან ბევრი კრეატიული მეთოდი აქვს, რომ შენ გამოგიყვანოს დაცვის მექანიზმიდან და მაინც მიიღოს შენგან, რაც სჭირდება. მაგრამ ამ ყველაფერს, ისევე როგორც საერთოდ ყველაფერს ფიზიკურ სამყაროში აქვს ლიმიტი. და როდესაც შენ ცხოველი ყავს ჩართული შენ ოჯახურ სიტუაციაში, ფაქტიურად გამორიცხულია, რომ ცხოველმა ბავშვს სითბო არ მისცეს. ეგ შეუძლებელია. ანუ ის ასთმის ფაქტორი აი ესე მოიხსნა. ფსიქოსომატური ნაწილიც არის აქ. ძალიან დიდი სითბო გასცა ცხოველმა. მე თვითონ გამომიცდია ეს. ცხოველი იმხელა სითბოს იძლევა და განუწყვეტლივ, მას დაცვის მექანიზმი არა აქვს, რომ ეს დაგიჟბოტოს, ან როგორ გითხრა, თვალი აგარიდოს, როცა ოთახში ხარ, იმიტომ რომ მას თავისი საკუთარი, არ ვიცი, ბავშვობა ახსენდება და იმაზე ნერვიულობს, ან როგორ გითხრა, უფროსმა აწყენინა და ამიტომ დგას და შენ გეჩხუბება და რა ვიცი, ხა დაცვის მექანიზმები რო ჩამოვთვალოთ, ძალიან შორს წავალთ, ხო? ხო და ეს საკითხი ამიტომ ბავშვთან, რომ შობელს ხანდახან აქვს შავი ლაქები მასთან ურთიერთობაში და აქ იდეალური დამხმარე იქნებოდა ცხოველი. კატა, ძაღლი, ნებისმიერი ცხოველი, მაგრამ კატა და ძაღლი არის ძალიან კონტაქტური ორი ცხოველი ადამიანისთვის. კურდღელი, არ ვიცი, თუთიყუში, ყველას აქვს ბენეფიტი ბავშვთან ურთიერთობაში. ანუ ასთმა და სხვა ფსიქიკური საკითხებიც, მარტოსულობის განცდა, როგორ გითხრა, სიცოცხლიდან მოწყვეტა, რაღაცა ფანტასტიკის სფეროში ჩაძირვა და ესეთი უამრავი, ასევე გაჯეტებზე დამოკიდებულება, ძალიან იოლად შეგიძლიათ, რომ მიიხმარიოთ ცხოველი თქვენს ცხოვრებაში და ეს ასე აღარ იქნება. ეს ერთი მხარე. ახლა კიდე ერთი მხარე, რომელიც ისევ ბავშვებს უკავშირდება.
ბავშვი ცხოველთან ურთიერთობის დროს სწავლობს ზრუნვას და სწავლობს მასთან ურთიერთობას. შიშები, ფობიები, გარემოსგან ესე იგი დიდი კედლით დაცილება, იმიტომ რომ სტერილურ გარემოში გავიზარდე შეიძლება ოთახში და გარეთ რო გავდივარ, არ ვიცი, კალია თუ დავინახე, შეიძლება გული მიმდის ან ძაღლი თუ დავინახე, მგონია რომ შემჭამს და შავი მგელი მომდევს ან რაღაც ესეთები, ხო, ეს ძალიან ბევრია ფობიები და შიშები. ესეც დამაწყნარებელ ეფექტს იძლევა ცხოველის ყოლა. აი, ეხლა ნახეთ, მე შეიძლება ამაზე მთელი დღე ვილაპარაკო. რამხელა დადებითი, ასე ვთქვათ, ზეგავლენა მოაქვს ცხოველებს ადამიანის ცხოვრებაში. და ფაქტი არის, რომ 90% ადამიანს ალბათ ან პლუს მინუს, ყოველ შემთხვევაში ნახევარზე მეტ ცხოველი არ აყავს და არ უნდა რომ ყავდეს. ეს რას ნიშნავს? რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს დიდი ნაწილი ადამიანებისა, რამხელა ბენეფიტი მოაქვს რაღაცას, რაც საერთოდ უფასოდ იშოვება. არ არის აქ არც ფული საჭირო და არც არაფერი და მინიმალური პასუხისგებლობა და შენახვა სჭირდება. მინიმალური. როგორ გითხრათ, აცრები ჭირდება, რომელიც თუ მიკედლებული ცხოველი ყავს, საერთოდაც ფინანსდება მერიიდან და წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ არის აცრების კალენდარი და იმას წაყვები და ეს მინიმალური ეს არის, ასე ვთქვათ, ენერგიის და რესურსის ხარჯვა. კვებას რაც შეეხება მანდაც როგორ გითხრა, ამ ბენეფიტით ეხლა თქვენ რო წარმოიდგინოთ, რა დაგიჯდებოდათ ასთმის მკურნალობა, იმუნიტეტის დაქვეითება, არ ვიცი, ფსიქიკური პრობლემების წარმოქმნა, რა დაგიჯდებოდათ ეს ალერგიებზე მკურნალობა და ეს რო გადაამრავლოთ მთელი წელი და მთელი ცხოვრება რო გადაამრავლოთ და შეადაროთ მე რა დაგიჯდებათ ძაღლის კვება ან კატის კვება თვეში, ხო ძალიან დიდი განსხვავებაა. წარმოუდგენლად დიდი იმაზე რომ არაფერი ვთქვა, როგორ აისახება ალერგიები, იმუნიტეტის დაცემა და ასთმა ჩვენ ცხოვრების ხარისხზე, ხარჯს რო თავი გავანებო. ასთმა რო გაქვს, ფაქტიურად ასთმოპენტით დადიხარ და ღმერთმა უწყის შეტევა სად მოგივა, ხო, თუ ჩამოყალიბდა და გაფორმდა. თუ ალერგია გაქვს, ეგეც როგორ ბომბზე ზიხარ, შეიძლება რესტორანში შეხვიდე, კაი დროს ატარებდა და რაღაც შეჭამო და არ ვიცი, სასწრაფო გამოგიძახონ, იმიტომ რომ იხრჩობი, არ ვიცი. ძალიან მძიმეა, ეს იმუნიტეტის დაქვეითება, ღმერთო ჩემო. ამაზე მძიმე რა შეიძლება იყოს? დააცემინა ვიღაცამ და გამოწერილი გაქვს, რომ ერთი თვე ავად იქნები. და ამის არიდება შეგიძლია უმარტივესად ცხოველის აყვანით, მაგრამ არ უნდა და არ აკეთებს, ფაქტია. არ აყავს, იმიტომ რომ არ იცის, რომ ეს ესეა. და ეს რო არ იცი, ესეთი ფუნდამენტური ინფორმაცია რო არ არის შენს ხელთ, ესე გაცნობიერებაზე სადღაა ლაპარაკი. ეს არის რომ როგორ გითხრა, რაღაც ანესთეზიაა გაკეთებული ფსიქიკაზე, ამ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური პრობლემების გამო და ჩემ ფსიქიკას ის ბენეფიტებიც კი რაც მის ხელშია, უკვე აღარ შეუძლია ამის აღქმა. გაითიშა რა, დაჰიპნოზებული დადის ესე. და ერთადერთი საკითხები რაც დარჩა არის ეს გადარჩენის საკითხი და ეს ბენეფიტი რო ცხოველს რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია ბავშვისთვის, დასრულისთვის და ასე შემდეგ. მეცნიერულ ფაქტებს გესაუბრებით. მე ხა იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, სიყვარული და ესა და აი ბათუს კომენტარში არის ძალიან კარგი აქცენტი, რომ თანაგრძნობის განვითარება, თანაგანცდის ცხოველს შეუძლია იდეალურად ბავშვში და ადამიანში და ეს მერე არის გადამწყვეტი ემოციური ინტელექტში, რომ წავიდეთ მაქეთ. იმიტომ რომ ინტელექტი არის ადამიანის ცხოვრების განსაზღვრელი, ხო? ადრე პირდაპირ IQ-ს ტესტებს რო აკეთებინებდნენ, პროგნოზს აკეთებდნენ ხოლმე ადამიანი რას იზავდა ამ IQ-ს ტესტით და მერე ამოვარდა ეს პროგნოზები. ზოგჯერ გამართლდა, ზოგჯერ არა და მე მიხვდრე რომ რაღაცა აკლდა EQ, ემოციური ინტელექტი. დღეს ახლა იმ ემოციური ინტელექტზე არის უდიდესი აქცენტი გაკეთებული და ანუ გამოგდის რომ როგორ გითხრა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზოგავ თანხას, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზოგავ თანხას, ენერგიას, ფსიქიკურზეც, ენერგიასაც ზოგავ, მთელი ცხოვრების მანძილზე გადავრცელდება ის დადებითი გავლენა, რაც ცხოველმა მოგიტანა, გინდა სახლში და გინდა სკოლაში. იქ ემოციური ინტელექტს გივითარებს, რაზეც ახლა კურსები არის და შეგიძლია წაიყვანო ბავშვი და იქაც ძალიან დიდი თანხა გიჯდება ეს ამბავი და ამის გარდა იძენ არსებას, რომელიც მუდმივად კონტაქტში შემოდის
შეგიძლია აირეკლო მისი გრაუნდინგი ფსიქოლოგიის ენაზე და გასაგებ ენაზე რო ვთქვა რეალიზმი, რეალისტობაში ყოფნა და ის რო საჭმელი რა კარგია რო ჭამს. აი ჩემი ძაღლი ისეთი ენთუზიაზმით ჭამს ხოლმე საჭმელს, ესე ვუყურებ და ხვდები რომ ის ბედნიერება რომ მე ვთქვათ დღეს დილად კრუასანი ვჭამე პირობითად, ხო? რამდენი ხანია არ მიგძვინა და ძაღლმა შემახსენა რომ ნახე ეს ბედნიერებაა. აქ და ამჟამად ვზივარ ყავას, სულ კრუასანს ვჭამ, ხო? ესეთი პატარა ბედნიერებებისგან შედგება ცხოვრება და მე ეს შეიძლება დამავიწყდეს და რაღაც ასტრონომიაზე ვნერვიულობდე, მაგრამ ძაღლს არ დაავიწყდება. და რო დაინახავს საჭმელს, ეხლა რო გავახმოვან. საჭმელი, გაიგე, გახარებულია რა. და არ არის ეს პრიმიტიული. ამაში უდიდესი სიბრძნეა, რომ იმას უხარია ჭამა. და ეს ადამიანის ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ჩვენს ჭამა არ გვიხარია. და უკვე გგონია რომ აბა უნდა ჭამდე ახლა, აბა რა, ახლა ამაში ისეთი და ამ დროს არ გვახსოვს რომ არის ხალხი ვინც იმშილობს, ბავშვებიც არიან ესეთები. და ცხოველს ეს არ დაავიწყდება, რომ ამაზე მადლობელი იყოს და რატო არის რომ ადამიანმა ლოცვები მოიგონა ჭამის წინ? იმიტომ რომ მას შეიძლება დაავიწყდეს. ასევე რატო არის რომ ქორწინებაზე პირობებს დებს ადამიანი? იმიტომ რომ შეიძლება არ შეასრულოს ის, რომ უყვარდეს მეორე ადამიანი. ნახე, შეიძლება. ადამიანთან არის ეგ ანტითეზა და ცხოველთან არ არის. მას ყოველთვის ახსოვს, რომ საჭმელი ბედნიერებაა და ცხოვრება ესეთი პატარა სიხარულებისგან შედგება და რომ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორ გითხრა, უბრალოდ ჩემთან ერთად რო არის და აი თავს რო გვერდზე დამადებს, ამით არის ბედნიერი და მეც ხვდები, რომ ჩვენი არსებობა არის ფასეული და არა მარტო ის, რას გავაკეთებთ ამ არსებობისგან. რომ აი, არ ვიცი, თავისუფლების ქანდაკება თუ არ დავდგი და რა ვიცი, ნიუ-იორკში ცათამბჯენი თუ არ ავაშენე, მგონია რომ ფასი არ მაქვს, ხო? რა არის ეს? ცხოველს ეს არასოდეს ეგონება და მართალია რა. მე რო ვარსებობ და ვარ ადამიანი და კონტაქტში ვარ სხვა ადამიანებთან, საკმარისია იმისთვის, რომ როგორ გითხრათ, ცხოვრება იყოს სავსე. ეხლა რაც შეეხება კასტრაციას, სტერილიზაციას, ეხლა იასა და ბათუს შორის ვიყურებ კომენტარებში ამ კომუნიკაციას. იცი რა, ქუჩაში აღარ იტანჯებიან ია, მაგრამ ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი, რომ თავშესაფრებში არიან ხოლმე ეს ცხოველები და თუ არ გაჩუქდნენ, ხოცავენ მერე. ჰუმანური მეთოდებით, მაგრამ აძინებენ. ანუ მთელ მსოფლიოს აქ ეს რა ქვია ამას, ეხა გეტყვით. ჰიპნოზიც არა. გაყუჩება რაღაცნაირი გაკეთებული, რომ ვერ აღიქვას, რომ აგერ არის მისი ცხოვრების ხარისხის ბუსტერი. ცოცხალი არსება, რომელსაც შეუძლია მაგრად დაბუსტოს შენი ფსიქიკური, ფიზიკური ჯანმრთელობა და ოჯახური სიტუაციები გააუმჯობესოს და ნუ არ ვიცი, ამ ბენეფიტების აღწევ არ ვაზვიადებ. რო გავაზვიადო, კიდე მეც ვილაპარაკებდი. აი გავიხსენებდი მაგალითად, რომ ეგვიპტეში კატაწმინდა ცხოველი იყო. რატო იყო ეგრე? რაღაცაში ამჩნიეს ეგვიპტელებმა იქ. სულელი ხალხი კი არ იყო, ეხლა რო ესე უყურებთ, რომ ესენი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. კერპთაყვანისმცემლები კი არ იყვნენ, ისინი ბუნებაში ხედავდნენ ძალიან დიდ სიბრძნეს და ძალიან დიდ ბენეფიტებს. ნებისმიერი კულტი არის მატარებელი უდიდესი ცოდნის და სიბრძნის აი ამ დაკვირვებების შედეგად. და ნუ კატის კულტი იყო მთლად, ხო ითვლებოდა, რომ აი ეგვიპტეში ნუ კატა არის რაღაცა ზეცხოველი. რატო იყო ესე? შეამჩნიეს, რომ მას უდიდესი გავლენა ჰქონდა, ხო? ეხლა ჩვენ ხო ვიცით, რომ წნევას არეგულირებს, ამშვიდებს. ანუ რას აკეთებენ ეს ცხოველები? აბსოლუტურად უსასყიდლოდ, მარტო იმიტომ, რომ არ ვიცი, დღეში რა დაგიჯდებათ მათი კვება. ცოტა უფრო გემრიელად ხანდახან ხო ვჭამთ ხოლმე ადამიანები უფრო მეტს ვიდრე გვშია. ხდება ეგეთი რაღაც, ხო? აი ეს უფრო მეტს რასაც ჭამ, ის უფრო მეტი გიჯდება, ვიდრე ცხოველის შენახვა დაგიჯდებოდა. ფინანსები არის ძალიან მეასეხარისხოვანი. ეს რაც შეეხება კონკრეტულ ოჯახებს და სკოლაში ამის დანერგვა, რომ ესოში ცხოველები იყვნენ, ეგ საერთოდ ძალიან მაღალი კლასია და უადვილესია, იმიტომ რომ ეს ჩვენი მერია ისედაც ხარჯავს ამ ფულს და რაღაცა ძალიან პატარა რესურსი წავა იმაზე, რომ დარაჯს კონდეს, არ ვიცი, 100-200 ლარით მეტი ხელფასი, ისედაც ხო აქვს რაღაც ხელფასი სკოლის დარაჯს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სკოლის დარაჯი მოუვლიდა 2-3 ძაღლს მინიმალურად, იმიტომ რომ ძირითადი მოვლის მუღამი აქ არის, რომ ბავშვებმა უნდა მოუვარონ. მაგრამ რაღაცა აი, როგორ გითხრა, როცა დასვენებაა სკოლაში არ არიან ბავშვები ან ღამეა თუ რაღაცა სიტუაციები რო არის, ნებისმიერი დარაჯი დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერი იქნებოდა 200 ლარით ან 100 ლარითაც კი მეტი აიღოს და მიხედოს ცხოველებს ეზოში 2-3 ცხოველს. არა მგონია, ისედაც უვლიან ხოლმე მინახავს თავის ინიციატივით და მით უმეტეს თუ ეს ოფიციალური იქნება. და წარმოიდგინეთ სკოლაში
ბავშვები, რომლებიც ცხოველებს ულიან და ცხოველთან ურთიერთობას სწავლობენ, ისინი სწავლობენ, რომ სუსტს უნდა მიხედო. პრევენციაა, ნახე, არაჩვეულებრივი პრევენციაა, რომ იქ ჩაგვრა და ბულინგი არ წავა. ბავშვს, რომელსაც გაეხსნება ფსიქიკაში ის სარკისებრი ნეირონი, რომ ცხოველი კაი ტიპია და საყვარელია, ძალიან ბევრ რაღაცის პრევენციას გააკეთებს. იმიტომ ცხოველი არის სუსტი, ნახე, და სუსტის მიმართ რა დამოკიდებულებაც აქვს სოციუმს, ის არის ის სოციუმი. ძლიერის მიმართ რა დამოკიდებულებაშია სოციუმი, ეს არ განსაზღვრავს სოციუმის ხარისხს, არაფერს ეგ არ ნიშნავს. ძლიერი ყველა სამყაროში და ყველგან ძლიერი როდესაც არის, დომინირებს, შეუძლია რომ იდომინიროს, აი ჩრდილო კორეაშიც კი იდომინირებს თუ ძლიერია და აქ არაფერი დიდი ბენეფიტი არ არის. და სოციუმი და მთელი როგორ გითხრა ცივილიზაცია დგას იმაზე, როგორ ექცევა ეს ცივილიზაცია სუსტებს. და ამ სუსტებში შედის ცხოველები. და თუ ბავშვს შენ თავიდანვე აჩვენებ, რომ სუსტი ნიშნავს ნაგავ საყრელზე გდებას, ის გაიზრდება ბულერი და მოძალადე აუცილებლად, იმიტომ რომ მას ეცოდინება ძალიან დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომ ამ სოციუმში ან მე ვიქნები მგელი, ან ვიქნები ცხვარი. და მე ცხვარი არ მინდა რომ ვიყო. მოდი ვიყოთ მგლები და დავჭამოთ ერთმანეთი მაშინ. ეს არის შემოთავაზება. მე ხა გესაუბრებით იმ დაფარულ მესიჯზე და იმ ორმაგ მესიჯზე, რომელსაც ატარებს ჩვენი ქცევა ისე, რომ არც კი ცნობიერდება. და თუ მე მაქვს სოციუმი, სადაც ცხოველები მნიშვნელოვანია და იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკისთვის, ურთიერთობისთვის, ემოციური ინტელექტისთვის, ბევრია ესეთი წახნაგისთვის არის ძალიან სასარგებლო ხალხო. ამაზე სასარგებლო არც ვიცი რა შეიძლება იყოს. ეს თუ ინტეგრირდა ჩვენი განათლების სისტემაში და უნივერსიტეტებში თუ ინტეგრირდა, არც იქ არის ზედმეტი. საერთოდ არ დარჩება ქუჩაში მიუსაფარი ცხოველი, თუ აცნობიერებთ ამას. და ეხლა მე არ მინდა შევეხო რაღაცნაირად, მაგრამ მეორეს მხრივ ვიტყვი მაინც რა, იმიტომ რომ მსმენია ცხოველთა დამცველებისგან ეს საკითხი და ამით დავასრულებ დღეს. სამწუხაროდ, საეკლესიო და რელიგიური ინსტიტუციები ნაცვლად იმისა, რომ მათ აურაცხელი რაოდენობით ეკლესიების ეზოში მიხედონ მიუსაფარ ცხოველებს და ამითაც გაავრცელონ ის ქრისტიანული სიყვარული, ის შემწყნარებლობა, ის მამა გაბრიელმა რო თქვა, არ ვიცი თუ იცით ეგ, მე მამა გაბრიელის წიგნი მაქვს ნათარგმნი ფრანგულად და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი მისი ბიოგრაფია. ზეპირად ვიცი თითქმის. და მამა გაბრიელმა ერთხელ დაინახა, რომ ეკლესიაში მიდიოდნენ ტიპები და ქუჩაში იყო ძაღლი. და ეკლესიის გზად რო ეს ძაღლი იჯდა, შეწუხდნენ თუ რაღაც და წიხლი გაჰკრეს და გადააგდეს გზიდან და აწკმულდა ეს ძაღლი. და მამა გაბრიელმა თქვა, არ ერჩივნა, რომ საერთოდ არ წასულიყო ეკლესიაშიო. აი ესეთი ფრაზა თქვა, აი ეს არის ქრისტიანობა. რა ეკლესიაში ესე სიარული და იქ შესვლა გამოსვლა ხო არ არის არა? იქ შენ თუ ძაღლს ამოარტყი გზაში წიხლი, რომელ სიყვარულზე და რა ქრისტიანობა საერთოდ რაზეა საუბარი? გძინავს, მიძინებულ რაღაცა გაყუჩებულ ანესთეზიაში ხარ, მორფი გაქვს მიღებული ფსიქიკაში, რომ არაფერი გააცნობიერო. და ისიც კი არ ცნობიერდება. რომ ამ ძაღლს რო წიხლი დაარტყი, იმიტომ რომ ის სუსტია და ვერაფერს გიზავს, ესე იგი ეს შინაგანი პროცესია. ეს არ არის გარეგანი პროცესი მხოლოდ. ესე იგი შენ საკუთარ თავში სუსტი რაც არის, იმასაც წიხლს არ ტყავ. და ეს კარგს არაფერს გამოიღებს, იმიტომ რომ ჩვენში ყველაში არის სუსტი ნაწილი. მოწყვლადი ნაწილი და რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ, ჩვენ არ ვიცით როდის შეიძლება შეიცვალოს ეს რეალობა და იყოს სუსტი. და როგორც ექცევი სუსტს, ისე მოგექცევა მერე შენ სამყარო, როდესაც შენ იქნები სუსტ მდგომარეობაში. აი ეს არის. ეგ თავშესაფრის პრობლემაა ტასო და არასტერილიზაციის, არის no kill shelters, ხო რა, ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, ხო? ყველა ეგეთი უნდა გახდეს, გეთანხმები. საქართველოში საჭიროა, იმიტომ რომ მე ხარ რასაც ვლაპარაკობ, თითქმის მგლის თავზე სახარების წაკითხვა არის. ამას კარგად ვაცნობიერებ. ვიცი რომ არ არის ბოლომდე მგლის თავზე სახარების წაკითხვა, თორე არ წავიკითხავდი. არის მაინც დარწმუნებული ორ ადამიანები, ვინც ამას მოისმენს, ან ცოტანი, ან ბევრი, არ ვიცი რაც იქნება, როგორც გადავრცელდება, მაგრამ რაღაცა პატარა ცვლილება შევა და შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ აიყვანოს ძაღლი, კატა, ქუჩიდან შემოიყვანოს და მიხედოს და ამიტომ ვსაუბრობ. იმიტომ რომ ეს არ იქნება მხოლოდ ცხოველების დახმარება. ჩვენ გგონია რომ დახმარება ცალმხრივია, მაგრამ შენ რო ქუჩაში დაგდებულ კატას ეხმარები, შენ თავს ეხმარები ამ დროს. ასე არ მუშაობს ეს, რომ მე კატას დავეხმარე. იქ შენში შიგნით არის ვიღაცა მიტოვებული, გადაგდებული ტიპი.
რომელსაც შეუგრძნია ამ სამყაროდან სისასტიკე და სიმკაცრე. ადამიანი არ დადის, ვისაც ეგ თავის ტყავზე არ უგრძნია სისასტიკე და სიმკაცრე და როდესაც ამას გარეთ ახორციელებ ემპათიურ აქტს, ეს პარალელურად რო წარმოიდგინოთ, პარალელური სამყარო, ფიზიკაში როა. მატერია და ანტიმატერია, სინათლე და ბნელი მატერია. ზუსტად არა ვარ მე ახლა ამაში ექსპერტი, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგ სფერო და პოზიცია და სუპერპოზიცია, ხო? აი ესეთი ვარიანტია, გარეთ რაღაც გააკეთე, შენში შინაგანმა სამყარომ დაინახა, რომ ნახე, ეს არის ჩემს ასე ვთქვათ, ცნობიერებას შეეცოდა კატა და შეიფარა კატა. ესე იგი მეც თუ საცოდავი ვიქნები, ჩემივე თავი შემიფარებს და მიმხედავს და არა დამიწყებს, რომ სუსტი რო ხარ, სიკვდილის ღირსი ხარ. Თორე ჩვენ ასეც ვესაუბრებით საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, მაშინ როდესაც გარეთ ვწიხლავთ სუსტ ცხოველს. ეგ მაგ დროს ჩვენი საკუთარი მე დაიწიხლა. შეიძლება ეგ არ გაცნობიერდა, მაგრამ ეგეთი სუპერპოზიცია ახასიათებს ფსიქიკას. რომ ის ყველაფერი რაც გარეთ გავისროლე, ბუმერანგივით შიგნით ბრუნდებაო, რო არასაც დათესავ იმას იმკიო. ეგრე კი არ იმკირო ვიღაცას რო თქვა დაარტყავ, მე აუცილებლად ვიღაც შეგხვდება და შენ დაგარტყავს, ესე არ იმკი. იცი როგორ იმკი? იმავე წამს შენმა არაცნობიერმა დაინახა, რომ ნახე, ამან გარეთ რო სუსტი დაინახა, დაჩაგრა. ესე იგი მე რო სუსტი ვიყო, მეც ესეთ დღეში ჩამაგდებს ჩემივე თავი. ჩემივე თავი მომიძულებს და დამჩაგრავს. მე თუ სუსტად ვიგრძენი თავი. ეს დაცინის ნახე გარეთ ვიღაცებს, ვინც ტირიან. და მათ მიმართ ესეთ განწყობაში, ესე იგი მეც თუ სატირალი მექნება, მეც დამცინებს. და თვითირონია და თვითდაცინვა არ გამოგიცდიათ, როგორ არა, ხო? აი ასე იმკის ადამიანი იმას, რასაც დათესავს და არა იმ მოარული აზრით, რომ შენ თუ დაარტყავ, ვიღაც შეგხვდება მერე. შეიძლება თუ გწამს ეგრეც მოხდეს. ჩვენ გვინახავს, რომ არის ხალხი, ვინც უდიდეს ბოროტებას ჩადიან, მაგრამ არაფერიც არ ხდებათ ერთი შეხედვით. მაგრამ მეორეს მხრივ მათ შინაგან სამყაროში რაც ხდება, ის არის, რომ არიან ძალიან შეშინებული, ძალიან დათრგუნული და ეს უამრავ ფსიქიკურ საკითხში აისახება, რაც კონფიდენციალურია, რა თქმა უნდა. ეხლა მაგალითად პუტინი რო ავიღო, რომელიც ახორციელებს უდიდეს ძალადობას ახლა მთელს დედამიწაზე, რომ არ ცნობიერდება, ჩვენ რაღაცნაირად გვგონია, რომ უკრაინაზე ძალადობს და რეალურად ძალადობა მთელს პლანეტაზე არის გავრცელებული, იმიტომ ჩვენ ვუყურებთ, რომ სუვერენულ ქვეყანაში არის შეჭრილი, სუვერენულ ქვეყანაზე ძალადობს და ჩვენ ამ ყველაფერს აღვიქვავთ, რომ ეს ესეა. და ეგ რას ნიშნავს, რომ ეს ესეა და ამაზე რომ პასუხი არ არსებობს, შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ეს ასევე ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი ფეხებზე გვკიდია და ასე შემდეგ. ანუ ეს გლობალური მოვლენაა, ხო? ჩვენ არ ვიცით პუტინი როგორ არის ერთი შეხედვით, ხო? მისი ფსიქიკური საკითხი არ ვიცით. მე შემიძლია ჰიპოთეზები ვთქვა. მაგრამ ის კი ვიცით, რომ იმალება, ხან ბუნკერშია, ხან აქ არის, ანუ ძალიან შეშინებულია. ამ შიში ცხოვრებას კიდე მე არავის არ გირჩევთ და არც უსურვებ. ძალიან უდიდესი შიშით ცხოვრობს, ანუ მისი ცხოვრება ფაქტიურად არ არის. ისე როგორც ის ანადგურებს ახლა უკრაინელს, ასე ნადგურდება თვითონ შინაგანად და რაღა აზრი აქვს, გინდა მოიგოს ეგომი და გინდა წააგოს. მისთვის პირადად, ჰედონისტურად, რო წარმოვიდგინოთ, აი მისი პიროვნება გაგანია ინფლაციაშია. აქ არაფერი მოგება იქ არ არის. წააგებს წაგება, მოიგებს წაგება, იცოცხლებს წაგება, არ იცოცხლებს წაგება. აი ესეთ ჩიხში შეიყვანა საკუთარი პიროვნება. დორიან გრეის პორტრეტი სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული იათა, მინდა გითხრა. თუმცა ბევრჯერ მირჩიეს და იქნებ ჩაუჯდე. აი ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო, რომ კიდევ ერთხელ შევაჯამო, ცხოველის ყოლა განაპირობებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, სოციალური უნარების ქონას და ემოციური ინტელექტის ამაღლებას, ანუ ინტელექტსაც ეხმარება. ფიზიკურ ჯანმრთელობაში არის მეცნიერული კვლევებით დადასტურებული იმუნიტეტის ამაღლება, ასთმის და ალერგიების თავიდან არიდება. ფსიქიკურ ჯანმრთელობაში არის ასე ვთქვათ, რეალობაზე მოჭიდების უნარის ამაღლება, სითბოს ნაკლებობის არიდება და ფსიქიკური წონასწორობის და ჯანმრთელობის შენარჩუნება. სოციალურ უნარებში არის ემპათიის განვითარება, ზრუნვის უნარის ამაღლება და ეგოცენტრულობის ნაცვლად მე-შენ რელაციაში შესვლა.
და დაცვის მექანიზმების მაგივრად ჯანსაღი კონტაქტის უნარების აწევა და ინტელექტის ნაწილში არის ემოციური ინტელექტის ამაღლება, რაც განაპირობებს ადამიანის დამოუკიდებლობის სულ მინიმუმ 50%-ს. და დამოუკიდებლობა კიდე განაპირობებს, რომ შენი ცხოვრება შენვე გეკუთვნოდეს და არა რაღაც ანესთეზიას, გათიშვას, ძილს, სიმპტომებს, ბრძოლას იმასთან, რომ არ დაიხრჩო, თუ ასთმა გაქვს, ბრძოლას იმასთან, რომ, რა ვიცი, ალერგიის გამო შეხვიდე ამ რესტორანში, არ შეხვიდე, მენიუში იკვლიო რა წერია ზუსტად და ბრძოლას იმასთან, რომ ვიღაცამ თუ დააცემინა, შეიძლება ერთი თვე დაკარგო ლოგინში და ასე შემდეგ. ხო, ესე ჩანს იათა, რომ ჰედონისტურად ცხოვრობს, მაგრამ არ ცხოვრობს დამიჯერე. ეგ არის ილუზია. ჰედონისტურად და თვით საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანი ასეთ, როგორ გითხრა, პარანოიდალურ და თან ეს პარანოია არ არის რეალობაა. მასეთ შიშში არ ჩაიგდებს თავს. არა მგონია. სხვათა შორის პუტინის პერსონალობაზე თუ გინდათ რომ გავაკეთო ლაივი და ვისაუბრო ან ნებისმიერი სხვა ტირანის, დამიკომენტარეთ რამე, აი რომელ ტირანზე ისურვებდით ფსიქოპორტრეტს და გავაკეთებ. ძალიან ადვილია. რთული ის არის ხოლმე შემოქმედებითი ადამიანის აღწერა. ლამაზ დღეს გისურვებთ.